სეზონური ვირუსების შესახებ ვისაუბრებთ სტუმართან ერთად. ჩაგვერთვება პედიატრი, მედიცინის დოქტორი ბატონი თემურ მიქელაძე. ბატონო თემურ, დილამშვიდობისა. დიდი მადლობა რომ გვერთვებით. ვიცით რომ მოგწყვიტეთ სამუშაო პროცესს და უამრავი პაციენტი გელოდებათ უკვე. განსაკუთრებული მადლობა ამისთვის, რომ გამოყავით ჩვენთვის დრო. ვირუსების შესახებ უნდა ვისაუბროთ. რამდენად ხშირი არის უკვე მომართვიანობა და რა ტიპის ვირუსებია გავრცელებული ამ სეზონზე? ამის განსაკუთრებული როგორც წესი როგორც ყოველთვის არ ხდება ნებისმიერ სეზონზე შემოდგომა და ზამთრის პირს ცირკულირებს პრაქტიკულად ყველა რესპირაციული ვირუსი. ძირითადად მომართვიანობა არის რინოვირუსული ინფექციების გამო. რინოვირუსი არის ყველაზე მეტი და ყველაზე ხშირი გამომწვევი ეგრეთ წოდებული ვირუს ინდუცირებული ვიზინგისა, ანუ ბავშვებს რომელსაც აქვთ ბრონხების ჰიპერეაქტიულობა, მათ აღინიშნება თხველა, შეტევის ხასიათის თხველა, ასთმა, ვისაც აქვს ანამნეზში შესაბამისად ასთმის გამწვავება. შემდეგ უფრო მეტად გავრცელებული ეხლა არის ეგრეთ წოდებული მომართვიანობა კრუპის გამო, გამომწვევი ვირუსი არის ძირითადად პარაგრიპის ვირუსი, ადენოვირუსი, ჩათავდა მეტნაკლებად ნაცვლოვთა ვირუსული ინფექციები, თუმცა მეტნაკლებად ისინიც ცირკულირებს, როგორც არის ნოროვირუსის სახელწოდებით. ძირითადი რაც არის რესპირაციული ვირუსული ინფექციების კლინიკური ნიშნები, ეს არის მაღალი ტემპერატურა, ტემპერატურა, რომელიც გრძელდება დაახლოებით 2-3 დღის განმავლობაში, ხველა, მეტაპნევმოვირუსის შემთხვევების გავრცელება იყო და საკმაოდ ხშირი იყო მომართვიანობა ვირუსული პნევმონიებისა, ზოგ შემთხვევაში თანდართული ბაქტერიული პნევმონიებისა. ეს ახასიათებს ყველა სეზონს, ამ სეზონს ძირითადად ყველა წელს და ყოველ წელს პრაქტიკულად ასეთი ვირუსების გავრცელება გვექნება. როგორც წესი ჯერ გრიპის რამოდენიმე შემთხვევა იყო, როგორც B ტიპის, ისე H3N2-ის, ანუ ეგრეთ წოდებული H1N1, ანუ ღორის გრიპის ვირუსი ჯერ ჩვენს ქვეყანაში არ დაფიქსირებულა და მისი გავრცელებაც და გრიპის ვირუსის გავრცელება იწყება როგორც წესი ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის შუა რიცხვებიდან და გრძელდება მომდევნო წლის დაახლოებით მარტამდე. რაღაც განსაკუთრებული არ ხდება, უბრალოდ ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტები უნდა იყვნენ ყურადღებით, ზოგ შემთხვევაში და აუცილებლად მათ უნდა ჩაუტარდეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, სხვა შემთხვევაში ვირუსების გავრცელება მიდის იმ ჩვეული მიმდინარეობით, რაც ახასიათებს ამ სეზონს და რაღაც განსაკუთრებული როგორც უბრალოდ მიმართვიანება, რა თქმა უნდა, გაზრდილია მშობელს. ძირითადად ეშინია ცხელების, ხველის, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცხელებაც და ხველებაც ეს არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია, იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მიზეზი ამ დაავადებისა ცნობილია, ანუ ცხელება არის სწორედ დამცველობითი რეაქცია რესპირაციული პათოგენის მოსაცილებლად, ხველა უშუალოდ არის სეკრეტის იკარსებული და უშუალოდ მიკრობების, ვირუსების მოსაცილებლად. უბრალოდ ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ ისეთი საშუალებები, რომ პირიქით ხოლო დავთქვუნოთ, არ გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული ნახველის გამოთხირებელი საშუალებები პედიატრიულ ასაკში, განსაკუთრებით ექსპონდე ასაკში, რომელსაც პირიქით შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტიული ხველა და რაც მთავარია, ჩვენ ბავშვები უნდა ავარიდოთ პოლიპრაგმაზიას, პოლიფარმაციას, როგორც ცნობილია, რომ ნებისმიერი დაავადების მართვისას პაციენტს სჭირდება 2 ან 3 მედიკამენტი, 3-ზე მეტი მედიკამენტი მაინც უკვე ასოცირებულია პოლიპრაგმაზიასთან და პოლიფარმაციასთან. ანუ კიდევ ერთხელ მე განსაკუთრებული არ ხდება ვირუსი მიმდინარეობს ჩვეულებრივი ბატონო თემურ, გართულების სიმპტომად რა ითვლება, თქვათ, აი ტიპის ვირუსებზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, ძირითადად ამ ვირუსების მართვა სახლის პირობებშიც ხდება ხოლმე და შესაძლებელია, მაგრამ აი რა დროს უნდა იყოს უკვე მშობელი განსაკუთრებულად ყურადღებით და მიმართოს პედიატრს, რა დროს არის უკვე ექიმის ჩართულობა აუცილებელი? ამ ვირუსების მართვა ძირითადად ამბულატორიულ პირობებში და სახლის პირობებში ხდება. უბრალოდ საჭიროა ექიმთან დინამიური მეთვალყურება, რამე თუ არ გამოიხატოს დაუშვათ სუნთქვის უკმარისობის ნიშნები, ბავშვები არ იყოს მივარდნილი, არ შემოდიოდეს კონტაქტში, ან ზოგ შემთხვევაში იყოს ნაცვლოვთა გახშირებული მოქმედება, ხშირი ღებინება, ტემპერატურა, რომელიც არ ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დროული კონტაქტი ექიმთან, ექიმი შეაფასებს მდგომარეობას და მოხდება ამ პაციენტის რეფერალი კლინიკაში. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ვირუსული ინფექციების
გავრცელებისას არ გამოვიწვიოთ სტაციონარული დატვირთვა და იქ არ გადავტვირთოთ და სტაციონარში უნდა მოხვდეს ის მძიმე პაციენტები, რომელიც მას სჭირდება. უბრალოდ სასურველია, რომ სუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს, ვირუსული ინფექციების დროს, მათ შორის პნევმონიის დროს, პილოტობის სახება შობილს რაღაც გონია, რაღაც სერიოზული გართულება. როგორც წესი, საზოგადოებრივი პნევმონია იმართება ძირითადად ამბულატორიულ პირობებში და მას სტაციონარული ხუნალობა პრაქტიკულად არ ჭირდება. უბრალოდ თავარია, რომ დინამიური მეთვალყურება დაუშვათ დიაგნოზის დასმისას, 10 დღის მიმდინარეობისას ორჯერ ან სამჯერ მაინც მოხდეს ამ პაციენტის გასინჯვა, რამე თუ არ მოხდეს სხვადასხვა ჩამოთვლილი სიმპტომები, რაც მე მოგახსენეთ, მათი თანდარგვა, რომელიც საჭიროებდეს რეფერალს. სხვა შემთხვევაში პნევმონიაც სხვა ბაქტერიული ინფექციები, როგორც არის ზედასასუნთქისმცემელი ბაქტერიული ინფექციები, მათ შორის ტონზილოფარინგიტი, დაუშვათ რინიტი, როგორც არის სინუსიტი და ასე შემდეგ, ყველა რა თქმა უნდა იმართება ამბულატორიულ პირობებში, ან ბინის პირობებში. ბატონო თემურ, ხშირად დასმული კითხვა მინდა ისევ გავიმეორო, პატარა წარმოხველებაზეა რაღაც ოდნავ ჩივილზე ბავშვის, ზოგი მშობელი მიმართავს თავისი გადაწყვეტილებით წამლებს, მათ შორის ანტიბიოტიკებს. კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ამაზე ყურადღება, რა შემთხვევაში შეიძლება თვითნებურად მისცენ წამალი მშობლებმა, ან საერთოდ შეიძლება თუ არა ექიმის რჩევის გარეშე მედიკამენტი დაუნიშნო. რა თქმა უნდა, არ უნდა მისცენ, აი როგორც მოგახსენეთ, ნებისმიერი დაავადების მართვა ორზე მეტი მედიკამენტით ითვლება მაინც პოლიპრაგმაზია. ხო, ამიტომ ბავშვებში საბედნიეროდ ჩვენ ქრონიკული პათოლოგიები ციცზე ჩამოსათვლელია. ერთ-ერთი დაუშვათ ბრონქული ასთმა, რომლის დროსაც 3 პრეპარატი ერთდროულად შეიძლება დანიშნოს. სხვა შემთხვევაში თვითნებურად მიღებული ანტიბიოტიკები, ეს არის ანტიბიოტიკურ რეზისტენტობა და ბევრად უფრო მავნებელია ანტიბიოტიკურ რეზისტენტობა, შესაბამისად გამოვლო მდგომარეობა შეიძლება აღმოჩნდეთ და ანტიბიოტიკმა პრაქტიკულად არ იმუშაოს. რაც შეეხება ყველა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია რესპირაციული პათოგენის, ნახველის, უცხო სხეულის მოსაცილებლად და ესეთი ტერმინიც არის, რომ ყველა თავისით რჩება ერთ კვირაში და ექიმი არჩენს 7 დღეში. ანუ შესაბამისად მას რაღაც ისეთი კურნალობა არ ჭირდება, უნდა დავტვირთოთ სითხეებით, მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა იყოს პაციენტი, მაგრამ თუ არის დაუშვათ ისეთი სუნთქვის უკმარისობის ნიშნები, თუ არის ვიზინგის მოვლენები, ვიზინგი, ანუ ეგრეთ წოდებული ამოსუნთქვის გაძნელება, ან ზოგ შემთხვევაში ჩასუნთქვის გაძნელება, როგორც კრუპს ახსავს, ამოსუნთქვის გაძნელება, ასთმას ახსავს, ანუ შესაბამისად ამ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია დროული რეფერალი ექიმთან და მექიმის რჩევით უნდა მოხდეს მედიკამენტების დანიშვნა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ექიმაც უნდა დანიშნოს 2 ან მაქსიმუმ 3 პრეპარატი პედიატრიულ პრაქტიკაში, ერთი ნოზოლოგიის სამართავად 2 ან 3 პრეპარატზე მეტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის პოლიფარმაცია, პოლიფრაგმაზია, ხარშთეფექტურობა, ტყუილად გადახვილი ფული, განსაკუთრებით ეს ეხება ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს და ასე შემდეგ, რომელსაც საკმაოდ ხშირად იყენებენ მშობლები. არაფრის მომცემი არ არის ბიოლოგიურად აქტიური პრეპარატები, რამე თუ ჯანმრთელობა ეს არის ცხოვრების ჯანსაღი წესი, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. დიდი მადლობა ბატონო თემურ და ბოლო შეკითხვა, მუნის გახშირებული შემთხვევები ფიქსირდებაო, აქტუალური გახდა საუბარი ამ თემაზე და თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ამ თემაზე. ეხლა მოკლედ ვიტყვი, მუნი არ წარმოადგენს განსაკუთრებულ რაიმე ინფექციას, საზოგადოებრივი ჯანდაცვისას, შესაბამისად ამაზე არც უნდა იყოს საერთოდ საუბარი და მე კიდევ ერთხელ გავიხსენო მინდა ჩემი პროფესორი ირაკლი ციციშვილი, რომელსაც ჩვენ რეგიონებში გვიწევდა სვიარული, აფხაზეთი, სამაჩაბლო, პრაქტიკულად ყველა რეგიონი იქ იყო კომპაქტურად ჩასახლებული პირები, იყო დაუშვათ სპეციალური სკოლები და ეს მახსოვს მისი არ მქონია შემთხვევა, რომ ირაკლი ციციშვილს მუნის დიაგნოსტირება შეშლოდა და აი ბიჭო ეს მუნია, აი ეს ტერმინი მაქვს. იყო უამრავი შემთხვევა მაგისი. მე ყოველდღიურ პრაქტიკაში რა თქონდა მანამდე შემთხვევები 2-3 შემთხვევა მუნისა, ისე მაქვს უბრალოდ მუნის დიაგნოსტირება არის რთული. და რაღაც ზოგ შემთხვევაში განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებშიამდე ასაკში აი გუშინც მყავდა 2 თვის ასაკის ბავშვი, ცოტა მათ შორის დერმატოლოგებსაც, მათ შორის პედიატრებსაც ერევათ მუნი ატოპიური დერმატიტთან, სხვა ალერგიულ გამონაყართან. უბრალოდ ერთადერთი თუ მუნზე გვაქვს ეჭი, ლუპა მაინც უნდა გქონდეს ექიმს და ლუპით და მე ყოველთვის როცა მაქვს ეჭვი, მაქვს ჩემი ლუპა, იმას დავანათებ და ზოგ შემთხვევაში მარტივი სადიაგნოსტიკოა და მოვახდენ ამ პაციენტის რეფერალს, ან მე თვითონ ვკურნალობ, მაგრამ მე არ სამწუხაროდ ეს არ არის მუნის ტერმინი ქართულ ენაში არის ბღერი და სპეციალური კოდი აქვს. უბრალოდ
მე რა შემთხვევებიც გქონდა ეს განსაკუთრებული აჟიოტაჟი მუნი დროს არ უნდა შეიქმნას. მუნი არ წარმოადგენს გადაჭრის დაავადებას, შესაბამისად კურნალობის ეფექტი და განსაკუთრებით სკოლების ჩაკეტვა არ ჭირდება, რამე თუ ის ტანსაცმლიდან არ გადადის და ყველა ის გავრცელებული მითია, რომ ტანსაცმლი კვლავ გადადის კანის კონტაქტის კონტაქტის შედეგად და ძირითადი გავრცელება მუნს ჰქონდა ან ღერს ჰქონდა ეგრეთ წოდებულ აი ჩასახლებულ სპეციალიზირებულ სკოლებში და ეგეთი მითიც იყო, მითი კი არა რეალობაც, როცა ნაპოლეონის ომის შემთხვევაში სპეციალური ქავილის ხმა ისე ისმოდა ხოლმე ჯარისკაცებში, რომ ირგვლივ მყოფს დაახლოებით 1 კილომეტრის რადიუსითაც კი ვრცელდებოდა, ხო 1 მილის რადიუსით. დიახ, ანუ ჰიგიენის დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? დაცვა და მკურნალობა რას მოიცავს? ერადიკაცია, ქავილის კუპირება, შესაბამისად თუ რატო არიან ბავშვები უფრო მოწყვლადი, აი განსაკუთრებით ატოპური ალერგიული კანის მქონე ბავშვები, იქ უფრო მარტივად სახლდება და უნდა მუნი თვითონ კი არ იწვევს პრობლემას, იწვევს მისი ექსკრემენტი და კვერცხი და აღიზიანებს კანის ზედაპირულ შრეს და იწვევს ქავილის შეძნებას და ეს არის მთავარი პრობლემა, ის არ წარმოადგენს კიდევ ერთხელ ვიმეორებ რაიმე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემას. მესმის, რომ პრობლემაა რაღაც ცოტა სხვანაირად აღიქვას მშობელი, ნებისმიერი სოციალური ფენის ადამიანის მის ფენის ადამიანს შეიძლება დაიმართოს უნის გარჩევა არ უნდებოდეს ექიმების მიერ სამწუხაროდ სოციალურ ქსელში. იმიტომ რომ ამ სოციალურ ქსელში არის ნებისმიერი სოციუმის ადამიანი და მას სხვადასხვა ადამიანები ტკივნეულად აღიქვავს, მე იწყება ამის სკოლების დაკეტვა, საერთოდ ესეთი რეკომენდაცია არ არსებობს, რომ ბაღი და სკოლა დაკეტვა მუნის გავრცელებით გამო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რამე ესეთი განსაკუთრებული შემთხვევა არ არის, მუნი არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საშიში ინფექციას, პარაზიტულ ინფექციას, მარტივად მართვადია ნებისმიერი სხვადასხვა ლოსიონებით, კრემებით, კომბინირებული პრეპარატებით, რომელიც ჩვენ ბაზარზე არის იყო და ყოველთვის იქნება და ესეთი სისტემური მოქმედების შემთხვევაში გასაგებია ინიშნება ივერმექტინი პედიატრიულ პრაქტიკაში მას არ ვიყენებთ და რაღაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნუ შექმნით რაღაცას პრობლემას არაფრისგან. იმიტომ რომ მე რაც ყავდა 2-3 პაციენტი ყოველ დღე, იგივე რაოდენობით მომართავს ჩემთან და რა თავარია მისი სწორი დიაგნოსტიკა, სწორი მკურნალობა და პრევენცია იმისთვის, რომ არ მოხდეს გავრცელება და როცა არის დიაგნოსტიკის პრობლემა, მაშინ გონია ვიღაცას, რომ არის მუნი რაღაც ერთ შემთხვევას აღმოაჩენენ და გონიათ, რომ ეხლა არის ქვეყნის დასასრული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მუნი იყო, არის და იქნება ძალიან დიდი მადლობა ბატონო თემურ საინტერესო საუბრისთვის და თქვენი დროისთვის პედიატრი მედიცინის დოქტორი თემურ მიქელაძე გვერდთვებოდა.